რა არის მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ ქირურგს კატარაქტის ოპერაციის დაგეგმვამდე? ჩვენი პაციენტების უმრავლესობამ არის ის, რომ ხელოვნურ ბროლებს, რომელსაც ჩვენ კატარაქტის ოპერაციის დროს ვიყენებთ, აქვს სხვადასხვა ფუნქცია. მარტივი სტანდარტული ბროლები მხედველობას აფიქსირებს მხოლოდ შორი მანძილისთვის და არ აღადგენს მხედველობის ბუნებრივ დიაპაზონს. არსებობს ისეთი ბროლები, რომლებიც შორიდან ახლო მანძილამდე ბუნებრივ მხედველობას დაგიბრუნებთ. შესაბამისად, თქვენ გარდა იმისა, რომ შორს დაინახავთ კარგად, ახლოსაც ძალიან მკვეთრი ბუნებრივი მხედველობა გექნებათ. მაგალითად, დაინახავთ მკვეთრად ნივთებს კარადაში, დაინახავთ საკუთარ თავს სარკეში, დაინახავთ რა კიდევს თებშზე. როდესაც მიირთმევთ, ასევე დაინახავთ ტელეფონის ეკრანსაც. საკითხავი სათვალე ძალიან პატარა ზომის დაგჭირდებათ მხოლოდ წვრილი შრიფტის დასაკითხად. არსებობს ისეთი ბროლებიც, რომლებიც უზრუნველყოფს შორიდან ახლო მანძილამდე ისეთ ბუნებრივ მხედველობას, როდესაც საკითხავი სათვალეც არ გჭირდებათ. ჩვენი პაციენტებისთვის ბუნებრივი მხედველობის დასაბრუნებლად ვიყენებთ ბრიტანული კომპანია რაინერის პრემიუმ ხარისხის ბროლებს. თუმცა, მთავარი ის არ არის, რომელ ქვეყანაშია წარმოებული ბროლი. არავინ მთავარი ის არის, თუ რა ფუნქციას შეგისრულებთ ეს ბროლი ოპერაციის შემდეგ. არჩევანის საშუალება გეძლევათ მხოლოდ ერთხელ, იმიტომ რომ ოპერაცია კეთდება ერთხელ და ხელოვნური ბროლი თვალში რჩება სამუდამოდ. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად დაუსვით კითხვა თქვენს ქირურგს, თუ რა ფუნქციას შეგისრულებთ ის ბროლი, რომელსაც ის შეგირჩევთ, რადგან ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი გავლენა ექნება თქვენი შემდგომი ცხოვრების ხარისხზე.